რა მოხდა 2012 წლიდან დღემდე ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსulis დღიდან. მავნებლური ეკონომიკური კანონები, გაზპრომთან დადებული საიდუმლო ხელშეკრულება, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვის ჩაშლა, გავრილოვის ღამე, საქართველოს რკინიგზის გაკოტრებამდე ძარცვა ოცნების მიერ დანიშნული მენეჯმენტისგან, წინა ხელისუფლების მიერ ნაყიდი ფრანგული ვერტმფრენების განადგურება, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის შეჩერება, რომელზეც უკვე დახარჯული იყო 200 მილიონი წინა ხელისუფლების მიერ, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობისთვის ფუნქციის გაუქმება, ქუთაისის აბუჩა დაგდება, პოლიტპატიმრების სახით რუსეთის აგენტებისა და სეპარატისტების გათავისუფლება ამნისტიით, ქართულ სამხედროთა პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის გადაცემა. 2008 წლის ომის დაწყებაში საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს დადანაშაულება. აგენტი წითელაშვილის საიდუმლო სამხედრო ობიექტზე შეშვება და ობიექტის ფოტო-ვიდეო მასალის რუსეთისთვის გადაცემა. სამხედრო პირების დევნა, კაბელების საქმე, ქვეყნის მოსახლეობის ნარკოტიზაცია, კულტურის სფეროში დამსახურებული პროფესიონალური კადრების სამსახურებიდან გაყრა, ურბანული გენოციდი. დედაქალაქის მთელ ტერიტორიაზე მრავალწლიანი ფიჭვნარის ხელოვნურად გახმობა, შემდგომში მისი მასობრივი მოჭრისა და რეალიზაციის მიზნით. თბილისის იერსახის, მწვანე საფარის კატასტროფული შემცირება და ეკოლოგიური გარემოს განადგურება. უკონტროლო, უკანონო მშენებლობათა ნებართვების ჩამორიგება ახლობლებისთვის. მშენებლობის ფული შოვნის ბიზნესად გადაქცევა ხელისუფლებისთვის ატკატების ჩათვლით. ტენდერების ჩაწყობა ამ პირდაპირი წესით ახლობლებისთვის გადაცემა. სახელმწიფო სამსახურებში პარტიულ ნათესაურ მეგობრული ნიშნით ხალხის დასაქმება. ადამიანების მასობრივად გაღატაკების მიზნით 14-მდე მსხვილი ბაზრობის იძანმიმართული გადაწვა, ბორჯომის ტყეების გადაწვა, ფაროსანას ფარული ბიოლოგიური დივერსიის მოწყობა თხილნარის მიზანმიმართულად გასანადგურებლად. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ღია ბარბაროსული წესებით, რამაც აერისა და წყლის დაბინძურება გამოიწვია მოსახლეობის კარმიდამოს მიწის დაძვრასთან ერთად. საყდრისის აფეთქება, ნამახვან ჰესი, გარეჯი შეთითხნილი რუკების ისტორიით, ყეების ჩუქება ცოლებისა და სიდედრებისთვის, ბალდის კანიონის ამბები, გელათის, ჯვრის მონასტრის, ვარძიისა და ყინწვისის სავალალო მდგომარეობა, რიკოთის უღელტეხილისა და აჭარაში კაშხლის უხარისხო მშენებლობა, რაჭის ტყეების გასხვისება, ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის უზურპაცია და მოშლა, ყველა სახის არჩევნების სისტემური გაყალბება, საქართველოს დემოგრაფიული რუკის მიზანმიმართული შეცვლა, ქართველთა ემიგრაციაში წასვლის იძულებისა და ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეთა მასობრივი ჩამოსახლების ხელშეწყობით, რუსებისთვის ბიზნესების გახსნასა და მიწების უკანონო ყიდვაში მაქსიმალური ხელშეწყობა. ბოლო დროს ნიღბიანი არაფორმალური ბანდების შექმნა, მათ მიერ კანონის და ადამიანის უფლებათა ყველა ნორმის შებრალვა და მასობრივი ტერორი. ადამიანთა უკანონო დაკავება, შხარეკა, გატაცება, დაპატიმრება, ბინებში შევარდნა და იზოლატორებსა თუ სპეციალურ მანქანებში მათი არაადამიანური წამება და დასახიჩრება. ხალხის დიდი მასების ქიმიური ნივთიერებებით მიზანმიმართული მოწამვლა რუსთაველზე. ქართული სახელმწიფოს კონსტიტუციის 78 მუხლის ფეხქვეშ გათელვა. საქართველოს გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ოკუპანტი, ტრული სახელმწიფოსთვის ქვეყნის სრული დაქვემდებარების მცდელობა. უამრავი კორუფციული დანაშაული, რომლისთვისაც 13 წლის თავზე იჭერენ ჩინოვნიკებს. რადგან ივანიშვილი გრძნობს ხალხის მასების მომძლავრებასა და ნეგატიური განწყობის მატებას მოსახლეობაში და ცდილობს თავი გადაირჩინოს, ქვას, რომ 13 წლის მანძილზე რაც ხდებოდა, მისი კი არა, ცალკეული პიროვნებების ბრალი იყო. დროს მასთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯს ვერავინ დგამდა და დღესაც ვერავინ დგამს. ამიტომ ყველა ის პარტია, რომელიც დღეს ამ არჩევნებში მონაწილეობს, ხელს უწყობს ივანიშვილის მიერ საქართველოს ოხრჩობას. ლენგით რომ ვთქვათ, უპრავებს ივანიშვილს ამ არჩევნებს.